ველოდებით შედეგებს. ველა საშინლად ღელავს. ველა განსაკუთრებით მენტორები, განსაკუთრებით მონაწილეები, განსაკუთრებით ჩვენს ღელა. სულ მალე გავიგებთ ვინ გახდება ლიდერი და ვინ გახდებიან აუთსაიდერები. მე მესმის რა ხდება თითოეული მათგანის გულში. ნამდვილად. ფიქრები. თუმცა რას ვიზამთ ასეთია X ფაქტორის წესები. ველოდებით შედეგებს. მე ჯერ დავასახელებ ლიდერს, რომელმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღო და გარანტირებულად რჩება პროექტში. 24.2%-ით დღევანდელი ლაივის ლიდერი გახდა და პროექტში გარანტირებულად რჩება თამარ ედილაშვილი. გილოცა, თამარ შენ ლიდერი ხარ და დღეს რჩები, ლიდერი ხარ, გილოცავ. მენტორი მიემართება თამართან. გახარებული მენტორი. მენტორსაც ვულოცავ. აბარა. თუმცა აი რაც შეეხება აუთსაიდერებს მაყურებლის გადაწყვეტილებით ყველაზე ნაკლები ხმა მიიღეს ორმა კონკურსანტმა, რომელსაც ახლა მე დავასახელებ. და ესენი არიან ოტო ღურწკაია. და სოფო საჟინიანი. სოფო მოდი ჩვენთან. დანარჩენებს გილოცავთ, თქვენ გარანტირებულად მოხდით შემდეგ ეტაპზე. აი ერთ-ერთი თქვენგანი კი ძალიან სამწუხაროა, მაგრამ დღეს დატოვებს X ფაქტორს. ნატაშიანიან მენტორები უკვე ვხედავ მე ძალიან კარგად. ძალიან ღელავენ. მაგრამ თქვენ მაინც მოგიწევთ გადაწყვეტილების მიღება. ხმათა უმრავლესობით უნდა გადაწყდეს ვინ დარჩება. ანუ თქვენ უნდა დაასახელოთ ამ ორიდან ის კონკურსანტი, ვინც სურთ რომ დარჩეს პროექტში. ჯერ ვუსმენთ აუთსაიდერების მენტორებს. სტეფანე გისმენთ. ხო, ძალიან სამწუხაროა. შეიძლება ვთქვა? არ ისმის არაფერი უბრალოდ. დავაცადოთ, ხო? შეიძლება ორი წამი. იმიტომ არა, რომ ჩემი გუნდიდან არის, ხო, უნდა დავასახელო, ხო, ეხა პირდაპირ. მე ვთვლი, რომ ოთო ნამდვილად არის X ფაქტორი და რა თქმა უნდა, ჩემი ხმა ეკუთვნის ოთოს. ანუ შენ თვლი, რომ ოთო უნდა დარჩეს პროექტში? აუცილებლად. ერთი ხმა ოთო ღურწკაიას. და ახლა უსმენთ სოფო საჟინიანის მენტორს, ლელა გისმენთ. რა თქმა უნდა, ჩემი უდიდესი სიმპათიები ოთო ღურწკაიას ის არაჩვეულებრივი მუსიკოსია, მაგრამ მას გვერდში უდგას ძალიან ძლიერი კონკურენტი ჩემი გუნდიდან, არაჩვეულებრივი მომღერალი სოფო საჟინიანი და მე მას ვაძლევ, რა თქმა უნდა. ანუ ერთი ხმა აქვს სოფოს და ერთი ხმა აქვს ოთოს. ახლა გადავდივართ მიუკერძოებულ მენტორებთან. სოფო. ვინ გინდა რომ დარჩეს პროექტში? ოთო ღურწკაია თუ სოფო საჟინიანი?
მე ძალიან რთულ მდგომარეობაში ვარ, იმიტომ რომ ერთ-ერთი მათგანი ერთხელ მე უკვე მყავს გაშვებული ამ პროექტიდან. ამიტომ მე არ ვიცი გიორგი რა გადაწყვეტილებას მიიღებს, მაგრამ ჩემი შინაგანი ინტუიცია მკარნახობს შემდეგს. არ ვიცი. აღარ გინდა სოფოს ამდენჯერ გაშვება, სოფო ერთხელ ხო გაუშვიდა. ოთო შენი სანდროს ჩემი აზრით ძალიან ახლო კონკურენტია. მე შენს ადგილზე სოფოს დავტოვებდი. და მოვიცილებდი თავიდან კონკურენტს. ჩვენ აქ შოუს ინტერესებსაც ვითვალისწინებთ, თლად ეგრეც არ არის. და სოფო როგორია შენი გადაწყვეტილება? ვინ გინდა რომ დარჩეს პროექტში? მე არ ვიცი. მე მართლა არ ვიცი რა გავაკეთო. მე ძალიან რთულია სოფო, მაგრამ შენ უნდა გვიპასუხო. ჩემი ხმა სოფო საჟინიანს. მაშასე ორი ხმა სოფო საჟინიანს და ვუსმენთ გიორგის. ჩემი გადაწყვეტილება ხო გასაგებია უკვე. არ ვიცი. მე დღეს მე ვთქვი რომ მომწონს ძალიან სოფო. განსაკუთრებით დღევანდელი გამოსვლით მე კიდევ ერთხელ აღფრთოვანებული დავრჩი ამ ადამიანის პროგრესით. მე ნაკლებად მომეწონა ოთო. იმიტომ რომ მისი შესრულებაც და მისი ნამღერიც. არტისტული შესრულებაც და რა მნიშვნელობა აქვს? თუმცა მე ვთვლი რომ ოთო ძალიან საინტერესოა ამ პროექტისთვის. ძალიან და ერთ-ერთი გამორჩეულია და ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი. სიმართლე გითხრათ, მე მომწონს ის ფაქტი, რომ აუთსაიდერებში დგას სოფო. იმიტომ რომ მოხდა ზუსტად ის, რაზეც მე ვსაუბრობდი, რომ სოფო ისევ ვეწვის ხიდზე გადის, ისევ წყდება, აი უკვე მეორე წელია სოფოს ბედი. დარჩება ის პროექტში თუ არა? სწორედ მაგიტომ არ შემეძლო მე რომ მეორეჯერ და მე მიხარია რომ ნიჭიერება გამეშვა ხელიდან, ესე ვთქვათ, ამ პროექტიდან. და მეორე რა უნიჭო იყო თუ რა? არა, ორივე ძალიან ნიჭიერია, მაგრამ მე მიხარია. მე მიხარია კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ სოფო დადგა კიდევ ერთხელ ამ გამოცდის წინაშე და მან კიდევ ერთხელ გაუცდა ამ გამოცდას, იმიტომ რომ მე ჩემ ხმას ვაძლევ სოფოს და პროექტს. მას ასე პროექტში რჩება სოფო საჟინიანი, სოფო გილოცავ. შეგიძლია დაიკავო შენი ადგილი, შეგიძლია დაიკავო შენი ადგილი. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ოთო და ბლუს ფაქტორი ტოვებს. X ფაქტორი ძალიან სამწუხაროა. ძალიან სამწუხაროა. ახლა კი შეგვიძლია ყველამ ერთად ნახოთ თუ როგორ გადანაწილდა ხალხის ხმები პროცენტულად. ამ წუთიდან ხმები განულებულია და თქვენ შეგიძლიათ ხელახლა მისცეთ ხმა, თქვენ შეუძლია არ დაგავიწყეთ გადაცემის დასრულებისთანავე აუცილებლად შეხვიდეთ